რაც დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრი აქვს ძალიან. იაპონიაში გადაცემა და ვაშა გადაცემა სპეციალური გამოშვება. თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი. და სანამ მოგიყვებოდეთ, რა როლს უმზადებდა რუსეთი ევროპას უკრაინის ომის მზადებაში, მოიწონეთ და გამოიწერეთ ჩემი პოდკასტი YouTube-ზე, Facebook-ზე, TikTok-სა და Instagram-ზე. 2013 წლის 3 დეკემბერს რუსულ საინფორმაციო სააგენტოებში საზეიმო ამბავი გამოჩნდა. ქვეყანა აღნიშნავდა ახალი სამხედრო სასწავლო ცენტრის ამოქმედებას, რომელიც რუსეთს გერმანულმა კონცერნმა Rheinmetall-მა აუშენა. კარგად მართული რუსული არმია ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებშია. თავდაცვის მინისტრის ტომას დე მეზიერის 2011 წელს მოსკოვში ნათქვამ სიტყვებს ახლა ჟურნალი შპიგელი იხსენებს. მინისტრი ძალიან კმაყოფილი იყო ორმხრივი თანამშრომლობით. ალბათ მივეცი საშუალება დავერწმუნებინე. ასე ცოტა ალბათ დანანებით პასუხობს დღეს დე მეზიერი ჟურნალის კითხვას, რა უხაროდა 14 წლის წინ. და მართლა რა უხაროდა? 2011 წელია. რუსეთი საქართველოში 3 წლით ადრეა შეჭრილი და დარღვეული აქვს კონტინენტის საზღვრების მთლიანობა. ეს გერმანიასაც არაერთხელ აქვს აღიარებული და განცხადებული. მაშინ რა საფუძველი აქვს მის უსაფრთხოების პოლიტიკას, რომ კარგად მართული რუსული არმია ამის ინტერესებშია? შპიგელის ვრცელი სტატია ვიღაცისთვის დღეს შეხსენებაა, ვიღაცისთვის აღმოჩენათა წყება. ანგელა მერკელისთვის კი, რომელიც ახლა ისევ გამოტყვრა ინტერვიუთი და უკრაინის ომს საკუთარი კაგებეშნიკობის გარდა გარშემო ყველას აბრალებს, პირდაპირ ნადღლეზე ალიყურია. კარგი მანქანაა, ბრწყინვალე. Отлично. 2011 წლის ივნისში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეარხი ზვეზდა საინტერესო ამბავს გვეყვებოდა. თავდაცვის მინისტრი სერდიუკოვი და გენშტაბის უფროსი მაკაროვი იმყოფებიან გერმანიაში და ათვალიერებენ ევროპაში ყველაზე მაღალ ტექნოლოგიურ სასწავლო ცენტრს. სერდიუკოვს განსაკუთრებით მოსწონს ჯავშან ტრანსპორტიორი ბოქსერი, რომელიც გერმანელებს სულ ახალი მიღებული აქვს შეიარაღებაზე. ცდის ტყვიამფრქვევებს, დისტანციური სროლის მეთოდს. გენშტაბის უფროსი უბაგუნებს ავტომატურ ყუმბარტყორცს. მოკლედ, კარგად გაერთნენ ბიჭები. У нас вкуснее делится меню. ჩვენი უფრო გემრიელია. Все равно надо обновлять. Образцовый палаток и столовых и прачечных и სანიმუშო სასადილოები ვნახეთ, სამრეცხაოები. უამრავი საინტერესო რამ. ჩვენ ტექნიკისა და იარაღის რემონტის ამბავიც გვაინტერესებს. очень, кстати, интересует и ремонт техники. გერმანელებმა აჩვენეს ყველაფერი, რაც რუსებს აინტერესებდათ. Да и само снаряжение ასეთი აღჭურვილობაა, კამერები, ოპტიკა, კომპიუტერი. как перспектива. აი მსგავსი კი რუსს მართლა არაფერი ჰქონდა. ტყვია და ჭურვი იმდენი დარჩა საბჭოთა კავშირიდან ამოუწურავი მარაგი ეგონა, მაგრამ ნელ-ნელა მიხვდა, რომ ბოლომდე ასეც არაა. გერმანულ სასწავლო ცენტრში ნანახი კი ზუსტად ის აღმოჩნდა, რაც ასე სჭირდებოდა. Наш солдат будущий пример. ჩვენი ჯარისკაცი მომავალში ასეთივე იქნება. და ვფიქრობ ამას გაჩვენებთ. Учения будут центра 2011, и мы постараемся показать вам солдата уже российского. გენშტაბის მაშინდელი უფროსი ამას Rheinmetall-ის აპარატურაზე ამბობს, რომელიც საცეცხლე მომზადებას პირდაპირ აუდიტორიაში უზრუნველყოფს. პოლიგონზე აშენებულ საწვრთნელ შენობებში კი შეტევაცა და თავდაცვაც ერთდროულად არის შესაძლებელი. შეგიძლია ითამაშო. მებრძოლებზე, კარებზე, ფანჯრებზე დამონტაჟებული აპარატურა გატყორცნის და მოხვედრის ადგილას მერე აფიქსირებს ლაზერის სხივს, რომელსაც ჯარისკაცი ტყუის ან ყუმბარის ნაცვლად ისვრის, როგორც რეალურ ბრძოლაში. შეიძლება მოუკვდა, შეიძლება დაიჭრა. ამას ყველაფერს მანქანა გეუბნება. მაგალითად, თუ სხივი ხვდება ლაზერის სენსორს თავზე, გეუბნება, რომ გაღმა გახვედი. ფეხზე დამაგრებული სენსორი კი განიშნებს, რომ დაჭრილი ხარ. მაშინ საჭიროა შენი ევაკუაცია და დახმარება. იგივე ხდება ჯავშან ტექნიკაზე, ავიაციაზე. გააჩნია რა იარაღს მოარგებს შენ სათამაშოს. ბიჭებისთვის სუპერთექნოლოგიური ომობანაა. Наши партнеры неплохо продвинулись. ჩვენმა პარტნიორებმა კარგად წაიწიეს წინ. გვაქვს რა ვისწავლოთ მათგან. დღეს ხელმოწერილი საბუთი ამის გაგრძელებაა. ძალიან გამოადგება რუსეთის შეიარაღებულ ძალებს. ფინანსურადაც, რადგან მკვეთრად შემცირდება ხარჯი. უსაფრთხოებაც ამაღლდება და შედეგიანობაც. И для вооруженных сил Российской Федерации будет очень полезно. Учебный центр построят на სასწავლო ცენტრს ააშენებენ მულინოს ბაზაზე ნოვგოროდის ოლქში. პირველი ტრენაჟორების მოწოდებას მომავალი წლის ბოლოსკენ გვპირდებიან. პოლიგონი მსოფლიოში მოწინავე იქნება. დარწმუნებულია თავდაცვის სამინისტრო. მომავალში ასეთი ცენტრები ყველა სამხედრო ოლქში გაჩნდება. კიდევ ერთხელ, ეს 2011 წელია. 2013-ში კი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ცენტრის არსებობა უკვე მომხდარ ამბად გამცნო. Выстрел. Поразил.
ახალ ცენტრში არის ტრენაჟორების კომპლექსები, პოლიგონების აღჭურვილობა და კომპიუტერული კლასები. ტრენაჟორებში წარმოდგენილია შტაბის მართვის საშუალებები, ასევე მოტომცროლელთა, ტანკისტთა, მედესანტეთა, საჯარისო საჰაერო თავდაცვისა და საბრძოლო მომზადების სასწავლო ცენტრები. მოსწავლეთა მოქმედება ავტომატურად ფიქსირდება, რის დახმარებითაც ინსტრუქტორებს შეუძლიათ ყოველი მებრძოლის შეფასება. სასწავლო ცენტრს აშენებდა გერმანული კომპანია Rheinmetall. ოღონდ ჩანს რუსებმა როგორც თავად ამბობენ ხოლმე სასურველი გაასახეს სინამდვილედ. იმიტომ რომ მერე მოუწიათ აღიარება Rheinmetall-მა არ შეასრულა მაინც კონტრაქტი და თავდაცვის სამინისტრომ ის რუსული კომპანიით ჩაანაცვლა. ეს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბორისოვმა თქვა. ყველა მიცის რომ სანქციების დაწესების გამო Rheinmetall-მა შეაჩერა კონტრაქტით გათვალისწინებული მოწოდება. ეს სამუშაო ჩაატარა კომპანია Garnizon-მა, პოლიგონი მულინო ვადაში ჩაბარდება. ჩანს Rheinmetall-მა მაინც მოასწრო 2 წლის განმავლობაში რაღაცების გაგზავნა და დამონტაჟება რუსეთში. მაგრამ ბოლო ეტაპისთვის მოტოვებულ დანადგარებს, აი ლაზერულ იმიტატორებს, რაც რუსებს სხვაზე მეტად სჭირდებოდათ ალბათ, პირველმა სანქციებმა მაინც მიუსწრო. ყირიმის ანექსიის შემდეგ რომ დაუწესეს 2014 წელს იმ სანქციებმა. ვადაში 2014 წლის ბოლოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ევროპაში უდიდესი სასწავლო ცენტრი ნამდვილად გახსნა. ცენტრი 30,000 სამხედრო მოსამსახურის მოსამზადებლად. კიდევ 3-4 ასეც ვაპირებთო, მაგრამ ეგ მასშტაბი უკვე ნამედანი იყო. Вот 5 метров в секунду, наблюдайте. Вот граната пошла. რატომ მოხდა 2014 წელი? იმიტომ რომ 2008 წელს ევროპაზე გავლენა თითქმის არ ქონია. ამ ამბავს ახლა შპიგელიც იხსენებს და პირდაპირ დამნაშავეს ასახელებს. 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების ამოქმედო გეგმა დაიწუნეს. კანცლერ მერკელის უარის გამოც. სულ რამდენიმე თვეში მოსკოვმა საქართველოში სამხედრო ფაქტები შექმნა. ასე ითარგმნება სამხედრო ფაქტები. არ ვიცი ახლა რა ჯანდაბას უნდა ნიშნავდეს, მიუხედავად იმისა, რომ ხანმოკლე ომში გაიმარჯვა, რუსეთის არმიამ თავის სამარცხვინო წარმოადგინა. გამოვლინდა კორუფციით გამოჭმული შეერაღებული ძალების სავალალო მდგომარეობა. სრულიად აშკარა გახდა, რუსული არმია საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ ნაწილობრივ იყო მზად მოქმედებისთვის. ფედერალურმა მთავრობამ პუტინის მოთხოვნას უკიდურესი კეთილგანწყობით უპასუხა. პოლიტიკური დავალება იყო, რამდენადაც შესაძლებელია, ყველაფერი უნდა განხორციელებულიყო. ამას ახლა ამბობს თადარიგის გენერალი იოზეფ ნიბეკელი, გერჰარდ შროდერის სამხედრო მრჩეველი, ვინც 2007 წელს მოსკოვში მერე თავდაცვის ატაშედ გაგზავნეს. დაარსდა საგანგებო ორმხრივი კომისიაც, რომელსაც თანამშრომლობის ყველა სხვა ნაბიჯი უნდა დაეგეგმა. შპიგელი წერს, რომ Rheinmetall-ისთვის რუსეთი რუხი ზონა იყო. არანაირი პროექტი, არანაირი გეგმა, მაგრამ ხელისუფლება ისე აქტიურად ჩაერია, რომ კონცერნმა უცებ მოქუქა მანქანა. გერმანიის მთავრობა აქტიურად ცდილობდა რუსეთთან გარეგების დასრულებას. საჭირო ექსპორტის ლიცენზიების შეუფერხებლად გაცემას დაპირდა. მეორეს მხრივ, ტომას დე მეზიერი ამ კონკრეტული გარეგების შესახებ ამბობს. მე მქონდა ეჭვები. ეს შინაგანი ფიქრის საკითხი იყო. თუმცა დიდი ზეწოლა იყო, მათ შორის მისივე პარტიის წევრების, არმიის და ასევე ინდუსტრიის მხრიდან. ყველას აბრალებს და წადი ახლა არკვე, ვინ იყო პუტინის ყველაზე დიდი ლობისტი მაშინ. ან პირდაპირ მნიშვნელობით ვინ გამდიდრდა ამ საქმეში. უდავოა, რომ პირველ ყოვლისა პროექტს ყველაზე დიდ ბიძგს ბუნდესვერი აძლევს. არგუმენტი ასეთია: სამხედრო თანამშრომლობა ნდობას ქმნის. ნდობა კი მშვიდობას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, საბრძოლო მომზადების ცენტრში გერმანელი ჯარისკაცები და Rheinmetall-ის ექსპერტებიც მსახურობენ და ამით რუსეთის შეერაღებული ძალების რეალური მდგომარეობის შესახებ ბევრ რამეს სწავლობენ. დღეს გერმანელ ჩინოვნიკებს განსაკუთრებით ყოფილებს სჭირდებათ ეძებონ დასაბუთება, რატომ გადაწყვიტეს სანგარში დაწმობილებულიყვნენ რუსთან, ვინც 3 წლით ადრე ევროპის ერთი პატარა ქვეყნის ნაწილი დაიპყრო და ფაქტიურად მიერთება გამოაცხადა. არგუმენტი ჩვენს მზვერავებს ასე სრული ინფორმაცია მიეწოდებოდათ რუსულ ჯარზეო, რამდენადაც ლოგიკურია, იმდენად ტყუილი. მზვერავი თუ ინფორმაციას იქ აგროვებდა მხოლოდ რუსი, გერმანელებზე. მილიარდზე მეტი ევროს გასროლას რუსები მხოლოდ პოლიგონის მოსაწყობად არ აპირებდნენ. სხვა პირობებიც ჰქონდათ. პუტინისა და მერკელის მთავრობები შეთანხმდნენ, რომ გაცვლიდნენ მეკავშირე ოფიცერთა ოფისებს. ანუ რუსი ოფიცრების მცირე ჯგუფი გერმანული არმიის მთავარ შტაბში დაჯდებოდა, გერმანელებისა კი რუსულში. ჟურნალს მოაქვს ერთ-ერთი მაღალი წოდების ოფიცრის ციტატა. იოახიმ ბრუნსი, რომელიც რუსეთის გენშტაბის აკადემიაში სწავლობდა, შპიგელს უყვება. არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ მიგრძნია გერმანიის ასეთი სიყვარული. რუსები სულ მეუბნებოდნენ, ერთად თუ ვიქნებით, ეს იქნება მსოფლიოსთვის სტაბილურობის უდიდესი წყარო.
რუსებმა იდეალური ევროპა მოიწყეს. ჩვენ და გერმანიას ვინ მოგვერევა და მეკავშირე ოფიცერთა ოფისების გახსნის ცერემონია 2014 წლის 1 ოქტომბრისთვის დაგეგმეს. იქამდე კი 2013 წლის ზაფხულისთვის რუსები და გერმანელები ერთობლივ სწავლებასაც გეგმავენ. პირველს 1939 წლის შემდეგ, როდესაც ჯერ კიდევ იყოფდნენ ევროპას. მასშტაბი არ უნდა ყოფილიყო დიდი და სიმბოლური დატვირთვა კი იცოცხლე. ლენინგრადის ოლქში კამენკას პოლიგონზე უნდა ჩასულიყო 60 გერმანელი ეგერი, ანუ სამთოქვეითი, 6 ჯავშანმანქანა ბოქსერით. ამ ჯავშანმანქანის ჩართვა რუსებმა საგანგებოდ მოითხოვეს. საქმეში გვინდა ეს ვნახოთ. ეს ის პერიოდია, როდესაც რუსებს იმდენი ფული აქვთ, როგორც ღორს სტილი და ევროპულ სამხედრო მრეწველობას უყურებენ მუშტრის თვალით. უკვე გაფორმებული აქვს სხვათა შორის კონტრაქტი იტალიურ აივეკოსთან და მის ჯავშანმანქანებს უკვე კამაზის ქარხანაში აწარმოებენ. სავარაუდოდ ბოქსერსაც ასე დაადგეს თვალი, მაგრამ კონტრაქტამდე საქმე აღარ მისულა. 2013 წლის 13 თებერვალს რუსულმა საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსიმ გამოაქვეყნა რეპორტაჟი. დასავლეთის სამხედრო ოლქის მოტომსროლელებისა და ჯავშანტექნიკის დანაყოფები გერმანელ კოლეგებთან ერთად ჩაატარებენ წვრთნებს. ამოცანა იყო შეიარაღებული ბანდების ადგილმდებარეობის დადგენა და განადგურება. განადგურება ნიშნავს მტრის განადგურებას. გერმანიის თავდაცვის სამინისტროს თქმით, ეს საბრძოლო ენა მათთან არ იყო შეთანხმებული და არც გეგმა შეესაბამებოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალური ბოდიში მოიხადა, თუმცა პოლიტიკური ზიანი გერმანიის მთავრობისთვის უკვე ძალიან დიდი იყო. მანევრები გაუქმდა. ეს მხოლოდ გადადება იყო 2014 წლისთვის. 2014 წელი, როგორც ვიცით, ყირიმის ანექსიით დაიწყო. კამენკა, მულინო და სხვა ყველაფერი ჩაირეცხა. ყირიმის ანექსიის შემდეგ უკვე შოლცის კაბინეტი სამხედრო თანამშრომლობის სრულ შეწყვეტას ბრძანებს. უკრაინაში არსებული ვითარების გათვალისწინებით ამჟამად არ არის გამორიცხული, რომ ზემოხსენებული საბრძოლო მომზადების ცენტრის, მობილური ოპერაციების ცენტრისა და მათთვის განკუთვნილი სათადარიგო ნაწილებისა და ტექნოლოგიების ექსპორტი საფრთხე შეუქმნის მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებას. ოღონდ შპიგელის სტატიის მიხედვით, მთავრობას ახლა რაინმეტალი აუხირდა. შენი დაძალებული ხარჯი მიქნია 135 მილიონის აპარატურა მიწარმოებია და რას მიქვი ახლა გაყიდვას მიგრძალავ. კონცერნის არგუმენტი ასეთი იყო: სასწავლო ცენტრი არ შექმნის საფრთხეს მშვიდობისთვის, რადგან ის ომს არ აწარმოებს. იქვე მოჰყავდათ მეზობელი საფრანგეთის მაგალითი, სხვათა შორის, რომელიც ჯიუტად ჯერ კიდევ აგრძელებდა 2 მისტრალის ტიპის სადესანტო ხომალდის შენებას რუსეთის შეკვეთით. სიტყვა მოიტანა და პრეზიდენტმა ოლანდმა მხოლოდ 2015 წელს ბრძანა კონტრაქტის გაწყვეტა. გემები ეგვიპტეს მიყიდეს, რუსებს გადაუხადეს 900 მილიონზე მეტი ევრო იზარალეს. ასე გადაიხადა მაშინ საფრანგეთმა თავისი გაუმაძღრობისა და უპრინციპობის ფასი. ფასი გადაიხადა გერმანიამაც. რაინმეტალმა საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ 2 სარჩელი შეიტანა სასამართლოში. ახლა შპიგელი წერს, რომ მალევე მხარეებმა გადაწყვიტეს საქმე ჩუმად დაესრულებინათ. ერთმანეთს იქით მაინც არ გვაქვს გზაო, მოილაპარაკეს ალბათო. Уникальный центр межвидовой боевой подготовки. სახეობათა შორისი საბრძოლო მომზადების უნიკალური ცენტრი გაიხსნა მულინოში. გერმანიის მთავრობამ გააუქმა ნებართვა კომპანია რაინმეტალისთვის, რომელიც აშენებდა ცენტრს და აუცილებელი ლაზერული იმიტატორებით ამარაგებდა. მშენებლობა რუსულმა კომპანიებმა დაასრულეს. Страивали полигон силами российских компаний. Вот экипаж сел в боевую машину. აი ეკიპაჟი ჩაჯდა საბრძოლო მანქანაში, ქმნის იმიტაციას. ძღოლ მექანიკოსი გოგავს მანქანას, შემდეგ ისმის ბრძანება. ქვემეხი, სამიზნეები. Прицелы. მარცხნივ, მარჯვნივ არა. Стоп, ქვემოთ. Стоп. Вниз. К примеру, данный участок заграждения маневрирования. Механик. აი მაგალითად, წინაღობაა და ჩანს, რომ მექანიკოსმა ის ვერ გადალახა. Вот он не может справиться. Механик. მექანიკოსო, უკან გადაცემა და უკან მიდიხარ. Вот если бы такая ситуация сейчас. ასეთი სიტუაცია რომ პოლიგონზე გქონდეს ტანკოდრომზე, მოგვიწევდა წვრთნის შეჩერება, ადგილზე გასვლა, დროს დავკარგავდით. Выезжать на это препятствие. Возвращать машину. Это ушло бы достаточно большое время. Это рабочее место в башне. ესაა ტანკის მეთაურის სამუშაო ადგილი, ხელსაწყოები ინფორმაციის გადაცემისა და მიღებისთვის, რადიოსადგური, ტყვიამფრქვევი. Приборы для получения информации, как радиостанция, пулемет. В декабре российское правительство официально... რუსეთის მთავრობამ ოფიციალურად განსაზღვრა პრეტენზია გერმანულ რაინმეტალთან 100 მილიონი ევრო. На 100 миллионов евро. ეს ფული რუს არავინ გადაუხადა. ან აწივინ გადაუხდის, როცა ევროკავშირი გაყინული რუსული აქტივებიდან 140 მილიარდის უკრაინისთვის მიცემაზე მსჯელობს. უკრაინაში დიდი ომის დაწყების შემდეგ კი რაინმეტალს გაახსენდა, რომ საწყობში ჰქონდა რუსებისთვის დამზადებული და არ გაგზავნილი მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა. მათ შორის დაახლოებით 300 ლაზერული კომპლექტი, რომლის მორგებაც შესაძლებელი იყო კალაშნიკოვის ავტომატებსა და ტყვიამფრქვევებზე.
შპიგელის თქმით, კომპანია მზად იყო ტვირთი უსასყიდლოდ გადაეცა უკრაინისთვის, მაგრამ საბოლოოდ იდეაზე მაინც უარი თქვეს. შემოწმება მაჩვენა, რომ ამას არც ტექნიკური და არც სამხედრო გამართლება არ ექნებოდა. პროდუქციის ნაწილი ჟანგიანი და დაობებული იყო. Rheinmetall-ის შემთხვევა ალბათ საუკეთესო მაგალითია, როგორ შეიცვალა და შემოbrunდა ევროპა უკრაინაში დიდი ომის დაწყების შემდეგ. დღეს ამ კონცერნის ალბათ უდიდესი მომხმარებელი უკრაინის არმიაა და მეტი ეფექტურობისთვის მან უკვე უშუალოდ უკრაინაში ააშენა ჯავშანტექნიკის სარემონტო ქარხანა და საარტილერიო ჭურვების მწარმოებელი საწარმო. უახლოეს თვეებში კიდევ ორს დაამატებს. ამიტომ იყო რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვამ დაგეგმა კონცერნის ხელმძღვანელის არმინ პაპერგერის მკვლელობა, რომელიც შეერთებული შტატების ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ გამოაშკარავა და აღკვეთა. ზუსტად რა სამუშაოს შესრულება და რა აპარატურის მიწოდება მოასწრო 2011-13 წლებში Rheinmetall-მა რთული დასათვლელი ახლა. Центр в поселке Мулино, Нижегородской области уже... Ულინოს ცენტრი შეამოწმა თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე ბახინმა. აქ 150-ზე მეტი ტრენაჟორია. მათი დახმარებით იქმნება საბრძოლოსთან მაქსიმალურად მიახლოებული ვითარება. ამით იზოგება საბრძოლო მასალაცა და მოტორესურსიც. ფაქტია, რომ მულინოში ამოქმედდა რუსული არმიის ყველაზე ტექნოლოგიური სასწავლო ცენტრი. ფაქტია, რომ იგი იქცა საჩვენებელ პოლიგონად, სადაც პუტინი ფორმალურად სარდლობს ხოლმე სწავლებებს ზაბად. საერთო ჯამში ჩართულია 200,000-ზე მეტი ადამიანი, 80-მდე თვითმფრინავი და ვერტმფრენი, საბრძოლო ტექნიკის 860-მდე ერთეული, 300-მდე ტანკი, 250-მდე ქვემეხი და ნაღმტკორცნი. ბელარუსში მოქმედებს 12,800 კაცი, უშუალოდ ამ პოლიგონზე 20,000 ადამიანია. ზაბად 2021 სექტემბრის შუა რიცხვებში ჩატარდა. როგორც მოისმინეთ, რუსეთსა და ბელარუსში. როგორც კავკაზ 2008-ის შემდეგ, ჯარების სწავლების შემდეგ პირდაპირ ფრონტის მომავალი ხაზისკენ დაძრეს. 100,000 სამხედრო, 100 თვითმფრინავი და ვერტმფრენი 15 ხომალდი. მერე რაც მოხდა, იცით. ღმერთს მადლობა, რომ ასე არ მოხდა. ამბობს მოსკოვში ყოფილი თავდაცვის ატაშე, გადამდგარი გენერალი იოზეფ ნიბიკერი. ვინ იცის რა გვექნებოდა დღეს საკუთარი თავისთვის სასაყვედურო რუსეთის არმიას ჩვენი დახმარებით, რომ მართლა აემაღლებინა მომზადების ხარისხი. ახლა რაც მოგიყევით, მხოლოდ ერთი სტატიის ამბავია, რომელსაც ბევრი სხვა კავშირი აღმოაჩნდა, მათ შორის ჩვენს წარსულშიც. ძალიან ცხოვრებისეული და რეალური მაგალითი, როგორ მოითხოვა დიდმა ომმა ბევრისთვის საყვარელი თამაშის. ორ ტრაკობი შეწყვეტა. 2008-ში არქნეს, 2014-ში არქნეს, 2022-ში დიდზე დიდი უმრავლესობა მაინც ვეღარ დაემალა ევროპულ ფასეულობათა ტვირთს. ახლა არა მხოლოდ რუსის მხარეს ყოფნა და მასთან თანამშრომლობა, ნეიტრალიტეტის შენარჩუნებაც კი ამორალურია, რაგი ესეც რუსეთის ხელშეწყობაა. მით უფრო ფულის კეთება მის სანქცირებულ ოლიგარქიულ კომპანიებთან, ნავთობით ვაჭრობა, მანქანების, შიპების, ტექნოლოგიების ემბარგოს გვერდით აულაში დახმარება, შავი ფულის გათეთრება და ყველაფერი სხვა, რაზეც რუსი ბორია აწერს ხელს და რაც ევროპისთვის უკვე წითელი ხაზია. ეს იყო ვაშე გადაცემის სპეციალური გამოშვება. უყურეთ, მოიწონეთ და გამოიწერეთ თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-ზე და TikTok-ზე. რაც დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, очень гадаться.